ბავშვების შესაძლებლობები, ნამდვილი ადამიანური ნიჭიერობა რომ უსაზღვროა, ამის მაგალითი არის ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი შოუ, პატარების დიდი შოუ, ბატონო ვასილ, რომელიც ყოველ ორშაბათს საღამოს ნამდვილ ფურორს ახდენს ტელეკომპანია იმედის და ზოგადად ქართული სატელევიზიო სივრცის რეიტინგსა და ნახვებში. ეს არის ცალსახად მაყურებლების ფავორიტი შოუ და წუხელად, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ეგ ამბავი. გავიცანით კიდევ კი უფრო და უფრო ნიჭიერი ბავშვები, ერთმანეთზე უკეთა. შეუძლებელია მართლა რომელიმე გამოარჩიო და შეუძლებელია ისიც ჩემო ნუცა დამეთანხმები ალბათ რომ გამოარჩიო ვასიკო ვისთან რა მიდგომით იქნება გამორჩეული, მაგრამ ყველასთან არის რაღაცა უშუალო, უსაყვარლესი, მათი ტოლით, ან მეგობარი, აი ყველაფერი ერთად და ბრავო. იმიტომ რომ ყველაზე მაგრები არიან დედამიწის ზურგზე ბავშვები. ხო, ვასიკო სიყვარული ბავშვების მიმართ ცალკე აღსანიშნავია ამერიკა, იმიტომ რომ მართლა გულგრილად ვერცერთ ვერანაირ ბავშვს ვერ უყურებს, აი მეტრების დაშორებითაც რომ მიდგეს, მაშინაც კი. ხო და მის მეტრები ახლა დაახლოვდება და იმიტომ რომ ერთ-ერთი შემოგვიერთდება და შემოგვიერთდება ჩვენთან სტუდიაში. ეს არის 10 წლის ზურაბ ნასყიდაშვილი, რომელიც საჩუქრებით მოდის თუ რით მოდის, არ ვიცი. მე მეგონა ბევრი დოლი უნდა სჭეროდა ხელში, იმიტომ რომ დოლზე უკრავს ვირტუოზულად. ვები მოგვიტანე. ეს რა არის? მოდი დაგეხმარები, მოდი, გამარჯობა. ქრისტე ახსნა, გილოცა. ესმარიტად. გაიხარე, მოდი შენ სკამზე დაჯექი და მე ამებს გამოგარ. პასკები მოგვიტანა. ხელსარიელი არ მოვიდა, დიდი მადლობა. გილოცავთ ალბომას ბრავალს და ესეთი ლამაზი პასკები არის წაფი. გქონოდეს ჩამთელად იყავი, კახარებულად და წინსვლა ქონოდეს უ. დედა რა ლამაზი პასკა არის. ნუ და შეხვდა მოაწყო. არა, კულინარიას, მაგრამ ისეთი მოწადინებული ადამიანი არის სწავლასთან დაკავშირებით, როგორც ისაუბრა ხო მართალია. დარწმუნებულია რომ მომუნდეს ამასაც გააკეთებს. დიახ. უყურე? უყურე, ეს მინდოდა რომ მეკითხა და როგორ შეაფასე შენი თავი უკვე ეკრანიდან. მე ძალიან მომეწონა როგორც გამოვედი. ნამდვილად? აი მე სხვებს თუ მოეწონათ რომ დაგირეკეს, რა გითხეს, პირველი ვინ დაგირეკა? ჩემ მეგობარმა. და რა რა გითხრა? გილოცავა. გილოცავა. ისეთი მაგარი არის, ისე მაგრად მღერის და არა მხოლოდ მღერის, არამედ უკრავს კიდეც და დარწმუნებული ვარ დღეს ამას კიდევ ჩვენ ვნახავთ, რომ შენ არ გაუკვირდებოდა, დარწმუნებული ვარ შენ საახლობლო წრეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ვარსკვლავი ხარ უკვე ეცი დღეს შენ. გარეთ რომ გახვალ აბსოლუტურად თუ კი ვინმე არ გცნობდა ჯერ კიდე, დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გცნობენ. აი, ასე არის. თქვენს დაემატა წუხანდელი შოუ, დღევანდელი ეთერი და მეტი რა გინდა ვარსკვლავებისთვის ჩემო ვასიკო. რა მოეწონათ ეს? დოლის ამბავი მაინტერესებს. 7 დოლზე მართლა ერთდროულად უკრავ? როგორ? 7 ერთდროულად? ხო, ერთდროულად. ეს ცოტა მოგვიყევიან როგორ ისწავლიან, როგორ გეტევა, ასად გეტევა, როგორ ანუ ჩემი აზრით ძალიან ადვილია და მადლობას ვუხდი ჩემ მასწავლებლებს. აი კადრები გადის, ეხლა ზუსტად შენ რო უკრავე, ეგ შენ გასწავლეს, ესე დაკვრა? კი. მასწავლებელმა მასწავლა. და 7 წელზე დაკვრას მასწავლებელმა გასწავლა? ასე გითხრა რომ 7-ზე უნდა დაუკრავო? კი. ანუ ჯერ ისწავლე 1 დოლი, მერე 2, შუა კალებში 3 ჯერ, 4 ჯერ, 7 ჯერ. რანაირად, ანუ რატომ მოგინდა რომ 7 დოლზე ერთად დაუკრავ? ანუ მასწავლებელმა მითხრა და თავიდანაც 5 დოლზე უკრავდი. აა, 7-ზე მასწავლებელმა ასწავლა, 5-ზე უკრავდა თავიდან ისე და 5-ზე ისედაც უკრავდა. მერე რაო, 7 გვინდაო ეხლაო? დიახ. რატო? ესე უფრო კარგიაო? სცენაზე რომ უფრო ლამაზად გამოვიდე. კარგი, აი მან დოლი გვიდევს. აი, შეიხედე რა ხდება? ნახე. აბა, ერთი მომარჯვე. შეიძლება რომ მოიმარჯვე. ჯერ 7 არ მოგვიტანია, ერთი ცალი გვაქვს და შეგიძლია მე იქ გადაცემაში დოლზე არ დაუკრავს და ამიტომ ახლა მაინტერესებს. მან მოხერხებულად არის თუ მიშლისოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ მოგეხმაროთ? ხوار დაგეხმარო, უკან ხوار გაგწიო ცოტა. აი ეგრე მიტრიალში, ეგრე მე მგონი მოახერხებს. 7 დოლზე დაკვრას თუ ახერხებს, ამაზეც მოახერხებს, დარწმუნებული ვარ. აბა. აბა. ძალიან მაგარი.
ჯერა. ეხლა ეს შვიდზე გავრცელდება რა მოხდება წარმოიდგინე. აბა, ერთი მეორე მესამე. შეკაც შეგიძლია ქართული? დიახ. ანუ მღერი ცეკვა უკრავ ვირტუოზი ხარ ნამდვილად ჩემ თვალში. და სულ მეცადინეობს. და სულთან კარგად სწავლობ. კი. კარგი, ახლა ცოტა შორიდან მოგვიყავი. ჯერ დოლზე დაკვრა იყო თუ ჯერ სიმღერა? თუ ორივე ერთად იყო? არა, ჯერ 4 წლიდან. ცეკვა, ხო. ისა 5 წლიდან ცეკვაზე დავდიოდი. მერე დაინახე ვიღაც უკრავდა, არ მოგეწონა დოლი გამოვერთი და ისწავლე დაკვრა. მერე მივედი მასწავლებელთან. ეს ყველაფერი რუისში ხდება. დიახ. ხო. რუისიდან. კი ბატონო. კი ბატონო, კი. მერე მასწავლებელთან მივედი დოლის და ანუ თითქმის მათ დროს დავიწყე, როცა ცეკვა დავიწყე. და სიმღერა? სიმღერაც თავიდან ხალხურიდან დავიწყე. მერე სოფობედია გორში ჩამოვიდა. ჩამოვიდოდა ბევრს დადის ეგ, კი. და მე მივედი მასთან კასტინგზე და მიმიღო. მიგიღებდა, აბა როგორ არ მიგიღებდა ასეთ ნიჭიერს. დიახ. ანუ ახლა საესტრადოსაც მღერი, ხალხურსაც მღერი თუ მარტო საესტრადოს? ყველაფერსაც მღერის. ორივეს მღერის, ხო და ორივე ძალიან მაგრად გამოსდის. ჩონგურზეც უკრავ, მე ვიცი. დაავადეთ კიდე რამე ხალხო რა. რაღა დავამატოთ კაცო. ადამიანი მეტი აღარ ვიცი, ადამიანი ორკესტრი. ძალიან რომელი საგანი გიყვარს? მინდა რომ აქ მაინც რაღაცა ჩავჭრა, არ ვიცი. მაინც ყველა. მაინც ყველა. ჩაგივარდა. არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათემატიკა უყვარს, ხო, ყველაზე მაგრად. არა. არ უყვარს მათემატიკა. ზურაბ, მე ვიცი ესე ჭორად, რომ აპირებ რომ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერის კონკურსში და არის საქართველოში. მოგვიყევი ან კონკურსზე სად არის, როგორ არის, როდის მიდიხარ? მალტაშია და მივდივარ ზაფხულს. უი, რა ეს მაგარია. საბავშვო ფესტივალია, რამე კონკურსი? კი, დიახ. საერთაშორისო არის, ბევრი ქვეყნის მონაწილე იქნება? საქართველოსთან კიდევ ვინმე თუ მოდის? არა. მარტო შენ ხარ? მე უნდა მაინც გასაფელო ხო იცი? შვიდცალი დოლი წააყოლე, მაინც. და მე ვნახოთ რა პრიზებით და რა მედლებით დაგვიბრუნდა. დოლს ერთი ბოინგის დაჯილდოება ძალზე. პერსონალური ბოინგით გავუშვათ, ხო? კი ბატონო და უკან ჩამოიტანს გრან-პრის დარწმუნებული ვარ, მე მინდა რომ წარმატება გესურვოს შენ როგორც ყველაფერში. ებჯერ არ გადამიწყვეტია. ქართულით თუ უცხოურით თუ არც ეს არის? ჩემი აზრით უცხოურით გავა. ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინც აი ამ გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარება, სწორი რა არის, არასწორი გაფასებს, გაკრიტიკებს? ჩემი მასწავლებელი ნანა სამხარაძე. მეგონა რომ მამას იტყოდი. მამაც და ნანა სამხარაძე. მამა რომელიც ახლა კულისებში დგას და გელავს და რა აქვს ანერვიულო ვერაფრით ვერ ხვდები ასეთი შვილის პატრონი, ხო? და მოვკითხავ ჩემ მასწავლებელს ნანა სამხარაძე. აუცილებლად უნდა მოვიკითხო და მადლობა უნდა უთხრათ ასეთი მაგარი რომ ხარ და ესე კარგად რომ ასრულებ და კარგი ვოკალი რომ გაქვს და შესაბამისად ძალიან კარგი საშემსრულებლო ხელოვნება შენი პედაგოგის დამსახურება არის ნამდვილად. ზურაბ, რა გინდა საბოლოო ჯამში რომ გამოხვიდე, გავიგეთ რომ მართლა ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ აი შენი მიზანი რა არის? მოცეკვავი და მომღერალი. მოცეკვავი და მომღერალი. ქართული უფრო ახლოს არის შენთვის სიმღერები თუ უცხოური? ორივე. ასე ვერ გამოყოფ ხო რომელი გირჩევია? აი ამდენ რაღაცაზე დადიხარ თან სკოლაში კარგად წავალ. აი განრიგი რო გითხრა, მთელი დღე გამოდის რომ დაკავებული ხარ, მოუცლელი კაცი ხარ, ესე გამოდის ხო? აქ ეხლა ვთხოვეთ რომ მოსულიყო, ისე კი არ დრო კი არ. ვითხარი შენი მოუცლელობა გაგვიზიარე შენი რეჟიმით, როგორია? ორშაბათი. თავიდან დილით სკოლაში მივდივარ ხოლმე, მე მუსიკალურში, სიმღერაზე, კიდე გუნდზე დავდივარ რუიში. ლერი და გიონ ოზაძესთან და აქედანაც მოვიკითხავ. მივესალმოთ რა თქმა უნდა. და მე შესვენება მაქვს. შესვენება გაქვს? ალილუია, შესვენება გაქვს. მადლობა მამას რომ დაუტოვა შესვენების დრო ზურაბს. ზურაბ, მე მართლა მე კი არა ჩვენ აქედან ვერ გაგიშვებთ ისე რომ ერთი სიმღერა არ შეგვისრულო და გთხოვ რომ არ დაგზარდე, კარგი? სცენის გამოგზავნდი. მცირე სცენაზე, შენთვის მცირე კიდევ ერთხელ სცენაზე. მადლობა საჩუქრებისთვის, სააღდგომო საჩუქრებისთვის და გისმენთ. აგე სცენა გელოდება შენ. მიკროფონიც იქ დევს. აი მიკროფონიც იქ არის. კი ბატონო. აბა მოვემზადეთ. Suneli
ზურაბ ნასკიდაშვილი უნდა აღინიშნოს რუსთა მორჩილაძის არაჩვეულებრივი სიმღერა და არაჩვეულებრივი შესრულება. ზურაბ ძალიან დიდი ოქროს ბიჭი ყავს და წარმატება უსურვოთ მალტაზეც და ყველგან სადაც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა და რა კონკურსშიც არ უნდა. ოქროს ადამიანი. მადლობა. ბრავო. დიდი მადლობა. მართლაც რომ ბრავო. ამოვისურვოთ ამოვისურვოთ.